ამოცანა 1/12-ის მეოთხე. ჩხილებში 25.7 პლუს 14.1 გაყოფილი 9.5/6-ზე მინუს 6.1/4 გამრავლებული 9/10-ზე დავხურებ ჩხილი გაყოფილი 5.7/16-ს დამატებული 2.1/5 გამრავლებული 2.3/11-ზე. პირველი უნდა შევასრულოთ ჩხილებში მოთავსებული მოქმედება, ამისათვის, რომ ჩხილებში მოცემული რიცხვები, შერეული რიცხვები გადავაქციოთ წილადებად. წილადად რო გადავაქციოთ, მთელი ნაწილი გავამრავლოთ ნიშნველზე და დავუმატოთ მრიცხველი. ანუ 25-800 პლუს 7/8. 14.1/13-ის მაგივრად 14-3 პლუს 1/13 გაყოფილი 9.5/9-ის მაგივრად 9-9 პლუს 5 გამოკლებული 6.1/4-ის მაგივრად 6-4 პლუს 1/4 და 9/10 გადავიწეროთ უცვლელად. უნდა გავყოთ ახლა შემდეგი 5.7/16-ზე და ესეც გადავაქციოთ წილადად, ანუ 5-16 პლუს 7 შეფარდებული 16-თან. მინუს შერეული რიცხვები რო გადავამრავლოთ შერეული რიცხვებზე, ესენიც წილადებად უნდა გადავაქციოთ. ანუ 2.1/5-ის მაგივრად 2-5 პლუს 1/5, 2.3/11-ის მაგივრად 2-11 პლუს 3/11. გამოვიანგარიშოთ პირველი წილადი 25-8 პლუს 7 არის 2/7. ნიშნელი იგივე დავტოვოთ 14-3 პლუს 1 არის 53, 9-9 პლუს 5 86, 6-4 პლუს 1 არის 25. დანარჩენი უცვლელად დავტოვოთ ამ ჭხილში, გაყოფილი 5-16 პლუს 7 არის 87, პლუს 2-5 პლუს 1 არის 11, 2-11 პლუს 3 არის 25. პირველ ჭხილში უნდა შევასრულოთ პირველი გაყოფა, მერე გამრავლება, პირველი რიცხვი უცვლელად დავწოვოთ. გაყოფა რო შევასრულოთ, ამისათვის გამყოფი უნდა შევაბრუნოთ და გასაყოფი უცვლელი დავტოვოთ. ანუ 43 გაყოფილი 86/9-ზე იგივეა, რაც 43 გამრავლებული 9/86-ზე. აქ შეგვიძლია ჯვარედინად შევკვეცოთ უკვე წილადების გამრავლების დროს 25 და 10 5-ზე რო შევკვეცოთ 25 გავყოთ 5-ზე არის 5, 10 გავყოთ 5-ზე არის 2, 4 და 9 უცვლელად დავტოვოთ, გაყოფილი 87/16-ის მაგივრად გამრავლებული 16/87-ზე. ამას დავუმატოთ 11 და 11 აქ გამრავლების დროს შეიკვეცება, 5 და 25 შეიკვეცება 5-ზე და 5-ის მაგივრად 1, 25-ის მაგივრად 5. დავბრუნდეთ ისევ ამ ჭხილებს, 2/7 მერვედი უცვლელად დავტოვოთ, 53 და 86 შევკვეცოთ 53-ზე, აქ 53-ის მაგივრად 1, 86-ის მაგივრად 2. 3 და 9 შევკვეცოთ 3-ზე, 3-ის მაგივრად 1, 9-ის მაგივრად 3. აქ 5/4 გამრავლებული 9/2-ზე უბრალოდ გადავიწერეთ. 6.87-იც გადავიწერეთ და 1-5 შეფარდებული 1-თან არის 5. გავაგრძელოთ პირველი ჭხილი 2/7 მერვედი გადავიწერეთ. შემდეგ 2/7 მერვეც უნდა დავუმატოთ 3/2. 3/2 რო დავუმატოთ, ნიშნელების უნდა გავაერთოთ ნიშნელიანად, ანუ ისეთ ნიშნელამდე უნდა მივიყვანოთ, რომლის ნიშნელში იქნება 8. ამისათვის გავამრავლოთ მრიცხველი და ნიშნელი 4-ზე. 4x2 არის 8 და დავწერეთ 8 და 4x3 არის 12. აქ კიდე გვაქვს 9x5 არის 45, 4x2 არის 8. ჭხილებში უკვე ყველას ნიშნელი ტოლი აქვს და შეგვიძლია შევკრიბოთ 2/7-ს რო 12 დავუმატოთ და გამოვაკლოთ 45 არის 174, ანუ 174 მერვედი გამრავლებული 16/87-ზე და დავუმატოთ 5 უცვლელად გადავიწერეთ. აქ შეგვიძლია ჯვარედინად შევკვეცოთ 8 და 16 რო შეიკვეცება არის 16-ის მაგივრად 2, რის მაგივრად 1, 87 და 174 შეიკვეცება 87-ზე და
74 რო გავყოთ 87 არის 2, 2 ჯერ 2 იქნება 4, ანუ დაგვრჩა 4 + 5 და არის 9.